ჩვენ არ მოგიყვებით ამბავს თბილისისა, ამბავს მისი ლამაზი ბაღებისა, მისი უბნებისა, ბევრი ლამაზი ქუჩაა თბილისში. მაგრამ ვისაც კი არ უნდა ჰკითხოთ, ყველა სიამოვნებით მიგითითებთ ჩვენს ქუჩაზე. და იცით რატომ? იმიტომ რომ მას ამშვენებს სახლი ნომერი 10. სამოცდაშვიდი კაცი ცხოვრობს ამ სახლში, დაწყებული მოხუცებიდან გათავებული ძუძუმწოვარ ბავშვებით. აი ხომ ხედავ, ნაირ-ნაირი ხალხი ცხოვრობს აქ და ყოველ მათგანს თავისი საზრუნავი აქვს, თავისი სიხარული ახარებს. ახალგაზრდობა ახალისებს აქაურობას და ნუ გაგიკვირდებათ თუ მათაც თავისი თავსატეხი გასჩენიან. დღე იწურება, შრომით დაღლილი ნამაგარი მცხოვრებლები შინ ბრუნდებიან. ამ სანდომიან ჭაღარა მოხდა ზურაბ ქადაგიძე 60 წლის წინ აკრებული ჰქონდა ეს ეზო. მეზობლებსა და თვითონ მშობლებსაც კი ეგონათ რომ ყაჩაღი გამოვიდოდა, მაგრამ მოტყუდნენ იგი პროფესორი გახდა. მამიკო, დიდ ველოსიპედს მალე მიწევდი. მოგენაცვალე. აი სიტყვე, სანამ ცოცხალ შემოიყვან, ბიზიკო, ცოცხალ! მამიკო, ასე სპერო სამი მესაჯარი მე. უფრო მაგრა, გენაცვალე, უფრო მაგრა. აი ჩვენი ფილმის გმირები. მაგრამ ამ ხიჟინში და ორონტრიალში მათი გამოცნობა არც თუ ისი ადვილია. აი, შალვა ცოხნია, მას ასე იმიტომ ეძახიან, რომ ჭამა უყვარს. ღორმუცელა. აი ფედია გაბუბიატოი. ოჩა ბესაძე. ეს კი ჩვენი მთავარი გმირი თათო კელაშვილია. ყველა ესენი ჩვენი ეზოს ბიჭებია და ერთ სკოლაში დადიან. ეს პატარა გოგონები ხედან თავისთვის და ყოველ კაცს ცხოველს ან ფრინველს ადარებენ. ხვების რა მოგახსენოთ და ჩვენი ფილმის მთავარ გმირს, ქალაბიჭა ციცინოს თხას რომ ამსგავსებენ, ეს კუდრაჭები როდი ცდებიან. ოქარაკე! ეს იგი რატომ დარბია? ესმით, მეოთხე სართულზე ვიღაც მღერი. ეს ჩვენი გმირის, ვაჟა თაბაგარის მამაა, განთქმული მომღერალი. ყოველი მშობელი თავისებურად ზრდის შვილს, ვაჟას მამას ვერ წარმოუდგენია მის ერთადერთ შვილს უარი უთხრას რამეზე. ვაჟას კი გონია რომ მამამისი მუდამ ასე იმღერებს და შინ მუდამ ბედნიერება და მხიარულება იქნება. ახლა ქვემო სართულს ვუმროთ. ჩვენი ეზოს ბიჭებს თავი მოაქვთ რომ ავტოქარხნის მუშა კოტე გურგენიძე მათი მეგობარია.
ხედავთ კოტეს შინ არ არის. არა უშავს, მოვა და მაშინ გავეცნობ. კოტეს გვერდით დეიდა მინადორასთან წყნარი გოგონა, უდედმამო მანანა ცხოვრობს. სალამი დეიდა მინადორა. სალამი. მანანა სად არის? ეზოშია სამუშაო. გმადლობ. აი მანანა. არაფერია მეზობელო. თუნდაც შეშინებულ ხარ. გამარჯობა. გამარჯობა მანა. საით მიდიხარ, რეჯე, საით. ბაბა თეიმურას შეწყვეტა მიდიوارთ სახურავზე. ხილად იყავი, ხავს არაფერი აუტეხოთ. მანანა. თქვენი ლიფტი არ მუშაობს? მანანა. როგორ შეიძლება ფორმა ხომ აქვს მტრედი? აი უკვე როგორ ჭამს? ლალი ვარდალო, ლალი ვარდალო, ლალი ვარდალო. ჩვენი დაფრენებიო, კარგზე კარგებიო, ვენაცვალებიო. ბიჭებო, გუში სტადიონზე ერბის ისეთი ცედრ მტრედი ხარ და რომ ჩემ ციცოცხლეს შენ ვინახია. ხალხი აი ამ ხალხს შორი ქონდა. ლალო, სულალო. მტრედის ყიდვა ვის უნახავს? კარგი მტრედი, სადაც არ უნდა გაუსვა, მაინც სახში დაბრუნდა. მოდი იცი რა ვქნათ? იმესთან ამ მტრედის კვერცხები ვიშოვოთ. ჩვენ ფრე ჩავლაგოთ ბუდეში. სულელი ამხელა გათქვა. ასეთი რა მოგივიდა? ერთი ამანაც გააჭირე რა საქმე. მანანა! ეს დეიდა ვასასია. მეზობლები მას ვასასი მანუჩაროვნას და ჩვენი ეზოს ინ ჭორდიუროს ეძახიან. ვის გამგონია ასე მუშაობ? კოტეს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რაც ეცხლიანთო მანანას გულში. ღამეს მისდევდა საათი საათ. მანანა კი ელოდა მისი სანატრელი კოტეს სამუშაოდან როდის დაბრუნდებოდა. აი მისი ფეხის ხმა.
მანანამ შვიდად იძინებდა. კოტე ახლა შინი. ის ახლოს იყო, ისი ახლო, რომ მის სუნთქვასაც კი გაიგონებდა, მათ შორის ეს კედელი რომ არ ყოფილიყო. Ashkatria gmiri, samba komotria, muadres fili, 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 muadres fili. Akla kuda vaja, akarta lopneta, mitri samiani, arvini gaimeta, arvin gaimeta. Sasini gocha, ritonda satini, vedi sodni sagan, nalgo viakvini, fili. Nado viacini. Sofia salva, skilmat mudam sia, prela supil choknes, antirato fia. Ratom, antirato fia. Parlalali, parlalo, 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 მომეც. მადია. ვაიტერეთ. ხელში მოგწევდა მომეც. აი, ვაიტა. ხელში. то чакафарерга. ვაიტა ფეხი. მაშარე. აბა ჩემი. არა. აი. Papirostetები? არა, ხლიამ სამჭამ. რა შენი საქმეა? გაიარ. დარა, ჩემთვის სულეთია. მეტი ჩარა. იზეთამა, თქვენი და ბიჭებთან უკან ეზოში პაპიროს ეწევა. Papirosის გაბოლება ძვირად დაუვიდა. ამის შემდეგ კარგახანს მათ ეზოში სათამაშოდ აღარ უშვებდნენ და ეს ციცინოს ბრალი იყო. საკმარისია, ეზოში გოგოების ცივილკივილი ატეხილიყო, ყველა მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს დათო თავის მაბიჭებით ციცინოს და მის სამხანაგებს უსწორდებოდა. ბიჭებო, მოდი ციცინოს აუნდო.
არასოდეს ჩათოს გულ ათი აჩქარებით არ უდგერი. საწახვიდე შვილი საუზმე მძადა მეჩქარება ბებო მეჩქარება აბა მანდ მოგიტან გენაცვალე მან გვიანობით, როდესაც კოტეშინ ბრუნდებოდა, ოთახი დალაგებული ხვდებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისთვის ასე დეი და მინადორა სრულნავდა. აკანდი სათხა. მე რა რომ ბევრს მუშაობ. გადამე ცოტა საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ხომ ხედავ სულ სახში ვზივარ. შენკი კაცი ვერ გნახ. საინტერესოა სადაიარები სამსახურის შემდეგ. რაო? დამშვიდდიო. რა დამამშვიდებს, როცა არც დღე და არც ღამე სახში არ ახარ. შენ გონია მე ცოტა საქმეს ვაკეთებ, არა? სამსახური? ოთახების დალაგება? სადილების გაკეთება?
გადაწყობილებს ჯერ არ ვაკეთებ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ ნამდვილად მეკეთებინა? ჰა? მე ოთახს ვალაგებ. მადლობთ, მანან. აი, უკვე თითქმის ავალაგებ. აი. გონალბა დაღლილი ხარ. დასვენება გესაჭიროება. მოიცა, მანან. ჩემს ოთახს. თუ ყოველთვის თქვენ ალაგებთ. ხო. ხანდახან. რატომ მოხდით ასე ადრე? დღეს პირველ ცვლაში მუშაობ. შემეშალა. მანან. მანან. მანანა, მოდი შვილო, ეს ძაფი ამიგე. რა იყო მანანა შვილო, რა მოგივიდა? ბედნიერი ვარ. ბედნიერი. დადგა გაზაფხული, დაიწყო გამოცდები. ჩვენი ეზოს ბიჭებისათვის ეს უკანასკნელი გამოცდები იყო. ასე თუ ისე ზოგით უღლუტობით, ზოგით წარმატებით უახლოვდებოდნენ სანეტარო დღეს, საშუალო სკოლის დამთავრებას. აი ვისი შვილია ეს ყმაწვილი?
განულა ბავშვობის წლებმა ჩვენი ბიჭები გაიზარდნენ. სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მშობლებისაგან საჩუქრად კოსტუმები მიიღეს. იო, პარვე. მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ დღეს პირველად გამოვიდნენ ეზოში, არა როგორც მოწაფეები, არამედ როგორც მომწიფებული ვაჟკაცები. თამრიკო, იცი რა? ეხლა ჩვენი დათო სულ სხვანაირია. ჩიჩინოს ვატყალები და აღარ ატყალები. თითქოს ჩიჩინოს სხვანაირია. რატომ სხვანაირი? აბა მისაიდან ხედავ ეს ვაჟკაცი, ბუზათაც არ გაგდებს. შენსკენ არც კი იყურება. ივან ბატონის გამო შენ რაღაც უგუნებოთ ახლა. ვინ მას ბატონის? თვითონ არც იცის. მთელი ეს ლაპარაკობს, რომ შენ დათო გიყვარს. შენ კი თავს იკატუნებ. დათო, მოდი. დედა რას ხედავ შემთვალე? დედა. ეგოგვები რას იცინოდი? იცი რა? ასე მეუბნეოდი, შეყარებული ხარო. იგი ყავს. ვინ? საიდუმლოა? ვაშა. ვაშა? ხო, ვაშა. დინა, დაიჭი მორცი. დაიჭი? რატო? განავაჟე თუ დიბიტია? ვაშა. აჰა, დაიჭი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მომავლისათვის რას აპირებ? იცი კოდე. მე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავწყვიტე შენს. ოჩა, შალო. მე კი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ვაპირე. გამოსწება თუ არ გამჭედა. კარგია, ძალიან კარგი. თქვენ რაღაც აპირებ? ჯერ ვერ მიფიქრია. შენ? არც მე მიფიქრია. აბა როდის რა გინდა გიფიქრე? რა ვიცი. სამია. სამი! კიდევ სამი. ატესტატიც ყველა სამი. ალბათ ჩემი ატესტატი არ გამოდგება ინსტიტუტში. ახალი მასწავლებელია. ბიჭოს ის ხელი. ავო. ვეყო რა სანა უნდა გვასწავლოს. ელამდე ვარ თამდენი სწავლით. ადლო. ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მოვულით. შენ ისწავლულო, აბა ერთ ცხვირი მოიხოცე. ეცენა, კაი გომართლა. ბიჭებო, რა უნდა მეთქვა თქვენთვის? არ წამოყვალთ ჩემთან ქარხანაში. შენთან ქარხანაში? ხო. რა გეკნის ბიჭო? სამუშაოზე მოგაწყო. ჯერა თქმა უნდა შეგირდათ ოსტატთან, სანამ ისწავლით. შემდეგ სამფროში იმუშავე. თუ გინდა სასპორტო წრეში მიიღებ მონაწილეობას, ფეხბურთი, კრივი, თუ გინდა ისწავლი კიდევაც საინჟინროს დაასრულე. ეს უბრალოდ საქმე როდია. აბა, კარგად იფიქრე. ძალად გადამერია ეს ბიჭი დედაჩემ. წარმოგიდგენია, რა ცეცხლი დატრიალდება ამ ამბავს გიორგი რომ გაიგებს. მოკლავს, ნამდვილად მოკლავს. კი ნამდვილად მოკლავს და რა ხარბეშედა? არა, რა პირით უნდა დახვით მამამსა? დათო! რას გაჩიმებულ ხარ ბიჭო, მიპასუხე. გესმის დედაჩემ? არაფერი არ მესმის შვილო, არაფერი. რა გითხრა? არაფერიც არ მეხარ. მერთო შენ ვიშველა შეგიფაფები. ვაიმე, მგონი გიორგია. არაფერი არ უთხრა შვილო. სადილობამდე ნუ რაფერს ეთქი, ცუდვა, კაცი. კარგი დედაჩემ. ვაი. ამბარია? არაფერი თავის გიორგი. ამბარია. რა მოხდებით? აღარ მეთქვიქალო რა ამბარია? დედა. დედა სადა? აქ შვილო, აქ, მაგრამ ვაი ამ ყოფნას.
ტრები რომ ვიყოთ ისაჯობია. აო, დათო. დათო სადღა? დათო. აქა ვარ, მამა. მადლობა აღმეთ. შვიდობა ყოფილა. შვიდობა ყოფილა. ახლა. იცი რაც აპირებს შენი სანაკებო შვილი, იცი რაც აპირებს. შენ თვითონ მოისმინე შენი ყური. კიდევ კარგი რომ აპირებს და ჯერ არაფერი დაუნგრერიათ. შეხეთ, იცი რა გამომიცხადა შენმა სანაკებო დადო. იცი რა გამომიცხადა შენმა საყვარელმა შვილმა. რაო? რა მინდაო? სოლის ერთას ხომ არ აპირ? არაფერი, მამი. სოლის ერთას მინდა ეს. ახლა გაყურებინებს ეს. არა, იმიტომ დავამთავრებინე ასლები რომ შავუშად გასულიყო. არა, დედა ჩემო სულამედომ გადაგირია შვილი. სულამ დაწყრილი ეს ბრალია. მაინც რა მინდაო თამარ, რა უნდა რა? რაო? შავუშად უნდა ვიმუშაო. სწავლა აღარ მინდაო. ო. დათო. აჯიკი ბიჭო მართალია რასაც ამბობენ დიახ მამა აჰა მოჩეთ იცით გადასწყვიტე შვილო დიახ მამა ხომ გითხარი მაცალე კეთილიშვილო გიორგი მომიცილეთ რაგი ქარხანაში მუშაობის სურვილი აქვს და ეგრე იყოს რას ამბობ გიორგი ერთადერთი შვილის პატრონი როგორ არ ხეინას ლაპარაკობ რას იზამთაბა ვიცი გვარზე ხდისო ხომ გაიგონია სულ ჩემი ხასიათი აქვს და გავიწყდა ზეინკალი ვიყავი და ინჟინერი გავხდი კოჩახში მოუწოს შენი გადაწყვეტილება აი ახლა შევამოწმებთ ჰაერის ფილტრს, ბენზინის საწუბარს და მანქანაც მზად არის. მიდი! აბა, წავედ. Tino! გამარჯობა, ვაჟა. გამარჯობა. ჩამოდი რა ჩოგურთი ვითამაშო. ახლავე. მარტო ხარ? ბიჭები სად არიან? ფედია მეცადინეობს, პოლიტექნიკური ინსტიტუტში აპირებს შესვლას. კოჩა სოფელში წავიდა, შემოდგომა ჯარში მიხავს. დათო და შალვა კოტესთან არიან ქარხანაში. ასე ვთქვათ, ფულს აკეთებენ. ამო ვითამაშე. შენ რა ინსტიტუტში შესვლას არ აპირეს? წელს გადაწყვიტე დავისვენო, დავიღალე. ამ ზაფხულს სოხუმში გავატარე. მამა დამპირდა, საშუალოს რო დაამთავრებ, მანქანას გიყიდიო. ხვალდით ახალ ბაგადას ეზოში შემოაგრიალე. მართლა? ვაი რა ბედნიერი ხარ, ვაჟა. გინდა გასწავლო დარება. ეგ ვის არ უნდა? მართლა მასწავლი? სიამოვნებით. აჰა. აჰა. ოჩახიჩნა? აა. Titino! Daitsa? Titino! Daitsa რა? ეს ერთხელ მაბატია. არა მზადა.
თავი დამანე. ასეთ რამეს აღარ სულ მეორე ხმით გაცემა აღარ გაბედო. ციცინო. გინდა? მანქანას გადავაგდებ და მეც თან გადავყვები. ის არის მოგიტეხი. ჩემთვის სულ ერთია. რა გინდა რისთვის დამიძახე? რაშადი ხომ არ შეიშალე? რასი გერასიმე? რა გიმარ? ეცა რამ ხელა მანქანა? ო? ინარია. რატო შენ ხარ? ბიჭო ერთი კვირა დღე გაქვს თავისუფალი და ისიც სხვას უნდა მოახმარო. რა გაუჭირდა გერასიმეს იმის პასი შენ არ გაკეთებინო ზედანჯღრეული მანქანა. უმჯობესია ციცინოსაც მიგეხედა. სულ თავგზაუბნია იმ წეულმა ვაჟა. მე რა შვაში ვარ დეიდავასა. დედა რა შვაში ვარ. მთელი ეზო ლაპარაკობს, რომ ციცინოს უყვარს. შენ დანახვაზე ელეთ-მელეთი მოზის. შენ ვითომ ბაიბურში არ ხარ, ხო? რა მოაქვს მანქანა? დედა მიშველე. გასკა თქვენი თავი. შეხედე. დათო, იცი რა კარგად ვატარებ მანქანას. არა ვაჟა? კარგად ატარებ ცინო, მაგრამ არც მასწავლებელია დასაწვე. დასაწვე რა გეკნებოდა, რომ სწავლობდი ან მუშაობდი. და ქუჩებს წყულა უბრალოდ აღმად არ სკეპნიდე. ჩემი საქმე მე ვიცი, ბიცოლავასაც. ბიცოლაო? ვირა, შენი ბიცოლა. ირა მაზდიშვილი გამოვეცხადა. ბიცოლა, ხულიგან. რა დაგიშავეთ, ხალბატონო ასასი, რა სმერჩი? იმას გერჩი რომ ზარმაცი ხარ, ბედოვლადი. მეზობლებს არ ხვენ. რა შაციები ხარ, ამ პატიასთან გოგოს, რა სერჩი? ჩემგან რა გინდა დეიდავასასი, მე რა შუაში ვარ? ახლა ამის დეიდას გავდი, შეხედეთ. იმას გერჩი რომ ჭკუითი ხარი. ხომ იცი რა სამეზურში ხდება, ყველაფერი მე მეკითხება. შეგონია ვერ ხედავ? ბრმა ხوارავა რო ვერ ხედავდი. თუდივით რო დაგწეს ეს ვაჟბატონი. ითხარი ხო გეუბნება, უშედეგო ციცოცხლე არ შემიძლია. ყველა ასე ლაპარაკობს, ყველა. მაგრამ სიყვარულით სტარიკასი ჯერ არ მინახავს. გაწყდა მაგათი სისინა. მომიცი აქ. აქ შეხედე დათო, შეხედე. მე მაგათთვის კარგი მინდა რომ უჭკობი თავი არ წააგოთ. ესენი კი თვი ჭორიკანას მეძახია. ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავდატანი. დიუბეთი კი. დღეს კარგი ამინდია. ხო, კარგი ამინდია. ერთის მითხარი. იმ გოგოს რას ჩაციები ხარ? მე არავისას არ ჩავწვევი ვარ. ციცინომ თვითონ თქვა, არაბა მასწავლეო და ვასწავლე. თუ არ გჯერა წაი და კითხე. აბა მოშორე მანქანა. აგი სოხუმში მივდივარ. რატომ არ წახვედი? სოხუმში? ხო. წავალ. მოდი. რა? მოდი. წავალ რა. შვილო გოჩა. აი ხვალ შენ უკვე ჯარში მიდიხარ. ჩვენც აქ შენს გასაცილებლად შევიკრიბეთ. დღეს სიყვარულით ვიგონებთ შენს ბალღობას, ჭაბუკობას, ანცობას. შენი ცელქობით ჩვენ ეზოს მუდამ ახარებ. მართალია, 1-4 ჯერ ბურთით პანჯარა ჩამიმტრიე და შენზე დღემდე ვალად 200 მანეთი და 5 შაურია. მაგრამ არ გეგონოთ შეგარჩინო. რა თვითონ გოგობრებ გადავახტებინო? არა. მაშ გენერალი რომ გახდები, მაშინ გამოგართო. რომ იცოდეთ შვილებო, როგორ მიხარიან დღეს თქვენთან ერთად სუფრასთან ჯდომა. იმიტომ რომ ჩვენი ეზო შვილები, ჩვენი ქვეყნის მომავლის იმედები ხართ. ამიტომ ერთგულად უნდა ემსახუროთ მას. აი კოტე, ძველი მუშა. მანანა მას ქარხანაში დაიწყო მუშაობა. შედია ინსტიტუცია, მალე ინჟინერი იქნება. შალვა და დათო ხომო, დიდი გამომგონებლები არიან. ესა ბიძები. ციცინო, მართლა, სად არის შენი ციცინო დათო? ციცინო მალე მოვა ბიძეგია. გამადობა დამაიცა, გადაუკვიეთ ცოტა შორს დავიდი, მაგრამ მაპატიეთ შვილებო, სიხარული თუ არ მწვრალი სიხარული. შვილო გოჩა, კეთილი იყოს, შენი პირველი ნაბიჯი, ჩვენი სამშობლოს სამზაკუნში. მოდით გახოთ. რიგითი ჯარისკაცი გოჩა აბესაძე მზად არის კოცნისათვის.
რა მშვენიერია მინდია. დათო. ხო. ოჰო. გეყოფა? ადიქი. დღეს რომ კვირა დღეა. გეყოფა ამდენი მეცადინეობა. დადი გაიწიებდი. ჩემი ბაშკა. შეგაშინეთ მარა გამარჯობა ციცინო. გასიმარჯვე. სანდა იკარგი რამდენი ხანია არ მინახე. ქარხანაში მუშაობ. შენ რაღაც გამოგონება ქონია, ვაჟან მითხრა. არავითარი გამოგონება მე არ მაქვს. ყოველი ოქტომბერს იმ შენ ვაჟას. ერთა ვინ გითხრა რომ ვაჟა ჩემი? არა მე მინდოდა მეთქვა ჩვენს ვაჟას. ჩვენს ვაჟას. რა კარგია მინდია დღეს. ხო? დავიდე თბილისის. როდის? ახლავე. კარგი, ავიდე სახლში. ედიკო მივდივარ დედა. საბადო ქირის მასე. აბა, ჩქარა. სად არის პერანგი? პერანგი ჩქარა. დედა უცხო. სადა. დედა. ედიკო. სად არის? ახლა ვიქნები. სულ მომეც ჩქარა. ედიკო. დათო, მოიწეს. იასეურება მეზობელი. ამ კატის ჭრილ ჩავგდეთ გაშიასა. ჩვენო ვაბანავებთო. ჩვენც ვაბანავებთო, მაგრამ ასეთი ამბავი ჩვენო წურავთო. აი და გამარჯობა ვაშკა. გამარჯოს. მე ვერ მოვდივარ. რატო? სახლში რაღაც საქმეები მაქვს. ვერ წამოვალ. რა სიზამ? რა ხანასია ჩვენ წავიდეთ ცინო, თორემ ისედაც დავაგვიანებ. რა უხიში ვინმე ამ ხანაგობას სულ არ იცის. აბა, დათოს მანძღოთ თავი დაანებ. ბოდიში, სულ დამავიწყდა რომ დათოზე მხოლოდ კარგი ხმა შეიძლება. ნანოფ რომ არ მოდის, რომ წამოსულიყო ალბათ გაიღიმებდით და მოწყალების თვალით გამოვხედავდით, არა? ციცინო. აი ეს ცხოვია ციცინო. თავი დამანები, გესმის? ციცინო, მე ხარ მაპატია რა მოხდება? თურმე ციცამ თავი დამანები. ჯერ გამაგრა, მოწმინებიდან გამომივა. და მე მებოდიშე. ადექი შვილო. ადექი დედა. აიღე ხელში შვილო რადიო.
კიდეც მოხვედით, შვილებო. საღამოშვიდობისა, დედამინაძე. საღამოშვიდობისა. მანანა შვილო. დიახ. ჩაიდანს მიხედე, კოდეც მოიპატიჟე. კაცი. მობრძანდით, კოდე. მობრძანდით. გმადლობ, დედამინაძორა. ძალიან გვიანაა. ხვალდილით ადრე ქარხანაში უნდა წავიდე. ხო. გამშვიდობისა. შეინება, შვილო, გამშვიდობისა. გამშვიდობისა. აჰა, დაი. არა, შენთან იყოს. ხვალდილ რა. ჯერ არ უგოცნია შენთვის. დედამინაძე. მაშხი რაღა გიშლი. არაფერი. აი. გამარჯობა მანო. ამრიგად სამხანაგებო როგორც შეთავ, საბოლოოდ ავტომობილი გადება, დავარკონვერის სამ. ეხლა ეზოში გამოგზავნა. იქ განაცეს ნახო. მოგზა. მოგზა. ძალიან მოგეწონა ციცინო. კოტე, გამარჯობა კოტე. გამარჯობა ციცინო. ანანა. გამოიცანი ვილობა. ციცინო. ვარლამალი. რა გერგები? ძენი ჩვენი ზურა ყოფილა კოტე, მანანა შალო ყველა. აი ჩემი ქუსელები წავიდე, გამარჯობა. იცი რა, მე ახლა დაგეკარგე. კარგი. დათო, ყოდე! იცით რა, სამუშაოს მალე დაამთავრებ, დაგელოდებით, თახში ესაწავიდეთ, კარგი? 20 წუთი და შაბათში იქნება. ჭიშკართან დაგელოდებით, კარგი? ძალიან კარგი. გომართლა, დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ჩვენმა ძულფასმა მეგობრებმა საზიაროთ მოსკოვში შეიძინეს. ახლა ისინი ყოველდღე ერთად მიდიან ქარხანაში და შინ ერთადვე ბრუნდებიან.
ამბავია. რა მოხდა? ამერეთ კარები. დარშვი. დიდიკა. ჩვენი სტუდენტები ვერ ენა ქარხანაში. ცოტა დამაგინდა. რა ვერ გაგიშვებ. არ შეიძლება. მოითმინე და ისინის გამოვიო. თუ დიდიკა. შენი ჭირიმე გამიშია. მოგამალა ბარაკეთო. რა მოხდა? გამიშია. არ შეიძლება ბიძი არა. ევიდიკა გამიშია. დაგიჭერე. ხელი გეთ. შენ გეხუთუნე, ჩემო ბიძიკო ახლა. არ შეიძლება ბიძი აგზაულია, მორჩა და გათავ. გაფიქრებ საყვარელთოშვის, ვარ გამიშვა. ვაჟა? ერთი უყურე რა ტყუილები დაახალა. ხმაწილო, თქვენ რომელი ინსტიტუტიდან ბრძანდებით? სასამართლო. მე ინსტიტუტში. ექსკურსიაზე. მოვედ, გამარჯობა. გამარჯობა. მერე შენი ვაცა რა საქმე გაქვს? მე მაგალითად ციტინო მთხოვ, მოდიო და მოვედი. რალვა, დავედი. დავიდე. მოდიო. აბე, გადი. კი. გადი. კარგად იყარი, კარგად. აი, თქვენი სტუდენტების მოდიან. კარგად გნახებით და ჩემ. კარგად. კარგად იყარი, კარგად იდია. მოგეწონათ ხო? ციცინო, რას გაჩერებულ ხარ? გოგოებო, თქვენ წათით მიახლავე მოვა. კარგი. ბაშა? ვაჟა, შენ აქ საიდან? ქარხანაში ვიყავი დირექტორთან. ჩემი ძმაგაცია. მანქანის ახალი ნაწილები მაჩუქა. შენ აქ რისთვის მოსულ ხარ? ექსკურსიას მოვყავ. ო. ვისეზე? ვისა და ჩვენ? დათო შალვას მანანას კოტეს. ყველანი აქ არიან. აქ მუშაობ. აჰა. ო, ისინი ახლა ხან წავიდნენ თუ არ? წავიდნენ? არ წავიდოდ. შუბნები რომ წავიდნენ მეთქი. მითხრეს დაგელოდები. ჩემი თვალით ვნახე რომ წავიდნენ. სახში მიდივარ, თუ გინდა წამოდი. წავედი. ცინო. დედა, ეს რა გავიგე, ქალებო, ეს რა გავიგე, ქალებო. დედა, რათა შეესწრება კაცი რა. რა მოხდა? მანდანას და კოტეს ოთახებს უაკარებში. ეს სახლი უპატრონო ხო არ გონი? რანება აქვს. ბოდიში. მე თქვენ გეკითხებით, რანება აქვს მითხარით ერთ. არა, სახლის მართლსა მილიციაში უნდა გაიგე. ვერ გამიგია, ვინიცაც უფლება კარები გაჭრა. ალბათ მისცეს რომ გაჭრა. არა, ვიქარი უფლება არა აქვს, არა ვიქარი დანამდვილებით. მასალი ხარ, მასალი. თავს მოუვიდა. მასალია, ვისაც კი მოეპრიანება, ყველამ თუ თავის ნებაზე ჩახა, ეს კედლები სახლი მალე თავზე დაგვენგრება. და გავგვიტავ, დიდი ამპატარიანად უყველა. რა მოგივიდა, გეასწრო, და ვაცალე ლაპარაკი. ვაცალე ბატონო, ვაცალე. რა იყო, რა? საქმე მაქვს, შეკალო, საქმე. საქმე კი არა ის არა. პასუხი უნდა მოთხოვოთ, პასუხი. რა სამბობ, პასუხი. სიყვარულს ლაპასუხი მოეთხოვება. მერე კოტეს სამანანასის შეუყვას ერთი მეორე. ისე ლამაზა, რომ მართლე დალალია უნდა სასიკარები რომ გასწრას. ნოტავინე შეუყვარდებოდეთ, რომ კარების გაჭრას ვის კითხა. სიყვარული. რა ჯობია სიყვარული. ეკედი თუ ხალი ხარ. სიყვარული კი არა სახლის ვენგრება თავზე. ნიკოლაძე წერეთელიჩი მაგაზე ჭარჭავაძე, ცეკვათუა, სოგონაძე, მაღრაძე, ლოვაძე.
სიმარტანე და წერეთელი გვა. კოდე. ჩამოდით. იცი ვინ დაგვავიწყდა? ვინ? ჯიავთანდი. რომელი ავთანდი? ჩუმა. აი. აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ. რაიღო თამარ. კიდევ რაღაც საშინება ტრიალებს ჩვენს თავზე არა? შვილი მეღუპება. შვილი მეღუპება. ალბათ თავში სიცხე თუ აუარდა. არა, რა დროს ხუმრობა? კაცი ხარ და მოელაპარაკე, იქნებ შენი მაინც გაიგონო. ასე. როცა ერთი შვილი ყავს, მუდამ მასზე გელანდება ყოველგვარი საშინელება. რა მოხდა? რა იყოს თქვი? რა უბედურება? ისერი ხომ არ მოიდეხა. ვინმე ხომ არ უყვარს? უყვარს. ვინ? დიდი ხანია ვატყობ რომ უყვარს. ვინ ქალო? ვინ და მგონი ციცინო. ოჰო. ციცინო ჩინებული გოგოა. ხო ჩაღდათო არა სულ მებგავს. გიორგი. ვიცი. ცოტა თავნება, იჟიცა. მაგრამ არაფერია, დრო გაივლის და დადოხდება. არ ჩენი ყავი დედადალაგებული. გასწორს როგორ მაწვალებ. მესულელი დილდასაღამომდე გამოშტერებული დავდივით. მაგრამ ის სიცხომ გახსოვს. როგორ მოგარჯულე. აი ჩენი ბიჭით ასე მოიქცევა. დათოს მაგიშნო იმის. როგორ თუ იმისა, გალა ჩემი შვილი არაა სულ მებგავს. არა გიორგი. დათო შენი შვილი არა. აბა ის შვილია კალო. დედაკაცო. ებასუხები შვილია. გაჩუმდი კაცო, სიცილელეს თავი დაანებო. ვისი შვილია და ჩემი? დათო შენ თავით გიჟი კი არა. სულ ჩემი ხასიათია. ჭკვიანია, დაკვირვებული, მაგრამ ხატრიანია საწოდავი. ბევრ ზარდობს და ეს დაღუპა. თვითონ რას დარდოს? ვინუშლის ხელს. ხო. ვინ და ვაჟა? ვაჟა? ხო, ვაჟა. ჩვენი მომღერლის შვილი რომა. ის კი არა მგონი, ციცინოსაც უნდა მოსწონდეს. ციცინო? რა გინდა რა? ციცინო. მაინც ვერ გამიგიხეს რა უნდა გიშილდეს. პატარები ხომ არ ვართ, ყველაფერი ბებიებს ვკითხოთ. ჩინიანები თანახმარიან.
დედამითხრა რაც გინდა ისქენიო. მამამ ჯანდაბამ ისეთ გზა გქონიო. თუმცა მამას ვინ ეკითხება? რა სულება ბიჭო? ჯერ ერთი მოგათხოვება სულაც არ მიფიქრია. მეორე? რა მეორეც თქვი? ყველაფერს მომათქმევინებ, თორე? თორემ რა? რა და გიჩემნი გაჩემდე. ვიცი არ გიყვარ. თუ იცი აბა რაღაც დამდე. მე შენი გულისთვის სწავლას თავი დავანებ. 2 წელი დავკარგე. ჩემი გულისთვის? შენი გულისთვის. შენ დღეს ხუმრობის ხასიათზე ხარ. აი? ესე ჩეთ. ვითომ არ იცი? ლანდი ვითაგდა. მთელი მეზობლები დამცინეს, მე მეტი აღარ შემიძლია. მე რას დამდა? ვინ გეხვეწება? შენ მზარმაცი და უქნარა იყო, ჩემი ბრალია? როგორ არ აქცხვენია? თავი დამანებ. იმას მოვკლავ. ვის? ვის მოკლავ? ვისდევი და ჩინახლა გაიფიქრე. არ ჩენ გაცოცხლებ. უშტოთ მიბრუნები გესმის? ხელი გამიში. ვისე გაიფიქრა ციცინა. ვინ არის ის ბედნიერი? Kas mიყურებ? ფერმიცანი? Აშტი ჩინოს მოკლასაგირებ არა? რადგან ჩუმებულხარ. რასვლელი ყოფილიყარ. შენ გეგონა მე შენი მოკლა მინდოდა. ეს ისე თქვი, ციცინა შესაშინებლად.
მოკლა? შენ ამას შემზე ამბობდი? დაიწყე ხა ისე თავიდან. ხო გითხარი ისე თქვი მეთქი. ვაჟა! ჩემ მოკლას აპირებდი, ჩემ მოკლას ვაჟა. გაგიშდა? იგი ვაჟა ჩემზე ემუქრებოდა? ციცინოს ჩემი მოკლით აღშინებდა. ესე იგი ციცინოს მე შეუძლებელია. იმიტომ რომ ციცინოს უყვარს და ვინ უყვარს? ვინ? მე? არ შეუძლებელია, მაგრამ ასე რომ არ იყოს ვაჟა ჩემს მოკლას რატომ დააპირებდა? ციცინოს ჩემი მოკლით რატომ დაემუქრებოდა? რა ბედნიერება! უყვარვარ! მანანასთა კოდეს ქორწილია. რა თქმა უნდა, 127 კაცის დაპატიჟება არ მოხერხდა. სურვილად დარჩა. მეფე დედოფალი თავისი მაყრებით თავისუფლად მოთავსდნენ ორ მსუბუქ მანქანაში. სურაბელის ბარუნიჩი არ დაპატიჟეს, ხო? არ შეეძლო და ვერ დაპატიჟეს. დედა, რა თავის მოჭრა? ძირწყვიდით აღარ ვიცი სადევიმავ. შენ მაინც რატომ არ ურჩიე, გამოცდილი ქალი ხარ. ვაფშე მარა იციან კაცის ყადრი და პატივისცემა. რას ერთი შეკალო, როგორც შეეძლოთ ისე მოიქცე. ვაი სირცვილო. გემუდარები დაგჭირდა. ძალიან თქვენ არ გეგონოთ რომ ესენი ჩხუბობენ? არა, კამათობენ, გეგმებს ატყობენ თუ როგორ შეეგებონ ეზოში მეფე დედოფალს თავისი მაყრებით. სახიობი თაბაგარი საცხოვრობს. სახიობი თაბაგარი, ბატონო, აგერ ცხოვრობს მეოთხე სართულზე, დამოხდა შენი ჭირი. ეკინო მითხარი, დამოხდა კაცო, ხალხი არ ხართ. მითხარით, კაცო, მითხარით. ცუდათა, გული აქვს, ცუდად, გული. დედა, თაბაგარი, საქმე ცუდად ყოფილა, დედა. იმუბედურის გული თუნდე პეცეკია.
ქალიშვილ დედას მე დედას მიხედე, ცოდო. უბრალო მაგალითია. შენ თქო მიგივე მაგალითი გქონდა. დიახ, მიგივე. ხო, მაშ გაიგეთ რა. კარგი, დავა თქვენი. შემოდი ეზოში. შემოდი ეზოში მეკიდე. ტიტინო. ვაი, ჩემი კუდრაჭები. იცით თქვენთვის რა მაქვს? რა. მოიცათ ახლა. ეს შენ. მადლობა. შენ მოხდე კამფეტი. მოდი მაგალითი. ტიტინო, როგორ გძანდებით, დეიდო თამა? კარგად, ჩემო მშვენიერო. შენ რა? ახალი კაბა გაცვია? რა გძანდებ, დეიდო თამა, რა ორიცია ამ კაბას ლატარე? მე კი პირველად ხედავ. ამოდი, ზევით. მინდა ვნახო, როგორი შეკერილია. ახლა. ვინ არის? უკაცრავად, კოტე გურგენიძე აქ ცხოვრობ. დიახ. მანანა. გამიში, კოტე. გამიში. არ გაგიშებ. გამიში. არ გაგიშებ, არ გაგიშებ. აი, ვაიმე. რაი? რა მოგივიდე, მანანა? რა მოხდა? ხომ რა ფერი ვტკი? მანანა, რა მოხდა? რაი? მანანა. მანანა, გამიგონე, რა მოხდა? მანანა. რა იყო? რა მოგივი? ხომ არ ფერი გერდი? რა მოხდა? უკვე 12 საათია. იგი არც პირი დაგიფანია. არც გაფარსო. იმის მაინც აკრიბე. ახლა მანა. Banana. Pirata. Vaja. შემოდი. მანანა, ვაჟა მოვიდა. ვაჟა? შემოდი. შემოდი, ვაჟა. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. მოდი. მოდი. სადა ხარ? სადა იკარ? სოფელში ვიყავი პაპასთან.
სხვა როგორ ახარ? როგორ ცხოვრობ? ცხოვრობ არავის. აიღე ბაბიდას. აღარ ვეწევი. ინსტიტუტში ხომ არ ადირებ ვაჟა? ინსტიტუტში არა. ატესტატი მაინდა. მუშაობა ხომ არ დაგიწყდი? მუშაობა? მუშაობა. არა, რას ამბობ, ვაჟა? სხვა დროს შემოვიდე, არა ვშო. მოიცა, ვაჟა. მე ახლა ვერ მოვა. კარგი. ხომ არაფერი გიჭირს, ვაჟა? უნდა დამეხმარო, კოტე. რამდენი გინდა? ფულისთვის არ მოსულ ვარ, კოტე. ქარხანაში უნდა მომაწყო. ეჯითად ვიმუშავებ. არ შეგარცხვენ. დათო, აი მამა შენი სპორტფელი. შენი საჩუქარი იყო. დედა. ჩემი ჩემოდანი სად არის? დღეს ციცინო იყო ჩვენთან. ხო და იმას ვაჩუქე. აი შეხედე. როგორი დახეული ჩემოდანი ქონდა საწყალ გოგონას. ამას ახლავე გადავაგდებ. დედა. რა თუ არ მომკლავს მე? შეხედეთ, ცინო სადასტულა. რა უნდა ახლა საკურავზე მაგ თხარ? ანტენას უნდა აკეთებდეს, რასაცი ანტენა? ცინო! ჩამოდი გოგო არ ჩამოვარდე! თუ გეშინია ზეიდა მასაცი არ გასმოვარდები! ვაიდერა! ვაპირე. და მე ის ანტენა თქვენი არ არის? ჩვენი ანტენა. უნდა გამოვცალო. ხო. შენ სანტენას აკეთებ? უკვე დავამახი, ახლა მარხული უნდა ჩაუშვა. დათო! იცი რა ამაზი აქედა ჩვენი ეზო, მოდი ნახეთ. მართლა? მოდი ნახეთ. მართლა რა კარგია ჩვენი ეზო, ზემოდან. ხო საგები ხარ. გახსოვს მე რომ ბურთი წაკარდი, გახსოვს? აგერი! ცინო! ცინო. შემეშინდა?